მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით მაია გოგიჩაშვილის ოჯახში. ეს შეხვედრა გარკვეულად სიმბოლურიც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში მაია გოგიჩაშვილი არის მაჩის ბიუროს გამგეასიფი არა, მოქალაქეობრივი აქტის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის გაყოფილება. და მეორე ჩვენი კოლეგა არის ის დაახლოებით ავტორი გადაცემა მარიოტასი. გეორგის ალბათ იცნობთ ყველა რა? წარგენა არ დაჭირდება, ჩემი გეორგი გასაგებია. გაბატონო მაია, გილოცავთ დედის დღეს. აგრეთვე თქვენი ფაქტის წინაშე ვართ, რომ დედა წამდები და კარგი შვილების დედა. ამავე დროს დამდგა ასე ვთქვათ ქალთა დღეს ვამბობთ. და რა თქმა უნდა, საინტერესოა სწორედ თქვენი აზრი, სწორედ აი დღევანდელ სიტუაციაზე, დემოგრაფიულ სიტუაციაზე, იმიტომ რომ თუ არ იქნება ხალი, არ იქნება ოჯახი, არ იქნება დედა, არ იქნება შვილი. აი რა ვითარება ამ თვალსაზრისით ჩვენ რაიონში? დღესდღეობით ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელო მდგომარეობა. რეგისტრაციის დონე მიკლო. იკლო, იმიტომ რომ წყვილებს მე ასე მგონი აეშინიათ უკვე შექმნან ოჯახი. და რატომ ეშინიათ ეს უკვე ძალიან ძნელი სათქმელია, ზოგს ოჯახის ტვირთის ეშინია, ზოგს მატერიალური მხარე აშინებს. და საერთოდ ახალგაზრდობა უფრო ინდიფერენტული გახდა. აი ქორწინებაზე რომ ვლაპარაკობდით ჩვენ, ადრე იყო ხოლმე, იცით, შაბათი ისე არ გავიდოდა, რეგისტრაცია არ ქონოდა. რიგები ჰქონდა საზეიმო ვითარებაში ხელის მოწერის. მაშინ, როდესაც ქარელის რაიონში არავითარი პირობები არ არსებობდა ამისათვის და ჩვენ აი უხეშად რომ ვთქვათ, მიგდებულები ვიყავით ქალაქ გარეთ, სადღაც სარდაფში. აი მაშინ რიგები იყო ხელის მოწერაზე. და ეხლა, როდესაც გადასარევი პირობები გვაქვს, მშვენიერი დარბაზი გვაქვს ხელის მოწერისთვის, საზეიმო ვითარებისთვის არის იდეალური ატმოსფერო. წელს მხოლოდ 2 წყვილი დავაქორწინეთ. მხოლოდ 2 წყვილი და ისინიც არც ერთ საზეიმო ვითარებაში უკვე ბავშვები ყავდათ მათ. და აი რაღაცა ზოგი სამხედროში მიყავთ და იმიტომ ჭირდებათ ხელის მოწერა, ზოგს უკვე ზოგი ბავშვს ელოდება და იმისთვის ჭირდება ხელის მოწერა. აი ეს თვითონ რიტუალი, საზეიმო რიტუალი თითქმის აღარ არსებობს, რაც გულდასაწყვეტია. ასევე ძალიან დაიკლო დაბადების რეგისტრაციის რიცხვი. მესამე შვილზე იშვიათად ვაკეთებთ რეგისტრაციას. ნუ პირველი და მეორე. ძალიან იშვიათი გამონაკლისია მეოთხე და მეხუთე თითქმის არ გქონია უკვე რამდენი ხანია. რა ვიცი, მართალია გაჭირება არსებობს, მაგრამ საქართველოში უდიდესი გაჭირვების ჟამს შენდებოდა ეკლესია მონასტრები და იბადებოდნენ ბავშვები. პირიქით, უფრო იზრდებოდა. მომავალ თაობას აძლევდა სამშობლოს. რომ აი ეს გაჭირება ხო გაივლის არა, ხო ასე არ იქნება ყოველთვის. და როცა კარგი დრო დადგება, აი მე უკვე მივხვდებით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაკლია და იმას ვერ შევარდებთ ვერასოდეს. სიბერეში ალბათ შვილები უკვე აღარ გვეყოლებათ და ამიტომ ახალგაზრდებმა დროზე უნდა იფიქრონ. აი, ასე ხوار ხდება, თქვათ, ქორწინება ხდება, მაგრამ რეგისტრაცია არ ხდება. ასე ხომ არ არის? ასეც არის, მაგრამ თვითონ ქორწინების რიცხვიც დაბალია. დაბალია ქორწინების. და ფიქრობ, მაირო, ეს მარტო მატერიალური მხარეს უნდა განმარტოს. ალბათ ჩვენმა წინაპრებმა ამ უარესი მდგომარეობა ჰქონდათ და ქორწინებაც იყო და შვილებიც ყავდათ, მე მგონი გაცილებით მეტია. მეც ვაბეჭდები, იცით, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა საქართველოს, მაშინ მრავლდებოდნენ. ყველაზე მეტად როცა უჭირდა ქართველმა კაცმა იცოდა, რომ აი ამ გაჭირვებას აუცილებლად დავხინება მოყვებოდა. ეს ყოველთვის ასეა. დაღმართის შემდეგ ყოველთვის აღმართი იწყება. და აი როცა აღმართს მივადგებით, მაშინ ცარიელი ხელებით არ უნდა მივადგეთ იმ აღმართს. აი ეხლა ჭირდება ზუსტად მაია ეს მომენტი დგას საქართველოს ჭირდება შვილები. რა თქმა უნდა, კარგი შვილები და აუცილებლად. და სამწუხაროდ ბევრი კარგი შვილი უკვე საზღვარგარეთ არის ასული. ძალიან ბევრი კარგი ადამიანები, მოაზროვნე ადამიანები მიდიან საზღვარგარეთ. და ეს ალბათ გაჭირების ბრალია, იცით, ძალიან განათლებული თაობა ყავს, ვერ ვიტყვით, რომ განათლებული თაობა ყავს. ალბათ თვითონ ისინი ვერ პოულობენ აქ გასაგანს და ამიტომ მიდიან საზღვარგარეთ, მაგრამ ერთი ცხო უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენი დედა სამშობლოა და როცა ჩვენ გვიჭირს, ჩვენი დედა ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენთან იყოს და სამშობლო ჩვენთან იყოს და როცა მას უჭირს, მე მგონი მაშინ არ უნდა ვიბატონოთ, პირიქით. როცა დედას უჭირს, შვილები გაგეგმებათ, რომ მასთან ვიყოთ.
შენი მამიკო ხო. აი მამიკო ეს დადო არა. პოლიციელის მეუღლეობა ხომ არ გიჩვენთ მაია და უშუალოდ დამატებით პრობლემებს ხომ არ გიქმნით ეს პოლიციის მეუღლეობა მართლა ძალიან ძნელია. მეც რომ იურისტი არ ვიყო თვითონ და არ ვიცოდე რა სამუშაო შეიძლება ძალიან დამიჭირდეს, მაგრამ უგებთ ერთმანეთს. სხვადასხვა ზაგამოსტები რომ ჟურნალისტიკაში მე ვქონა საუბარი მაია შემთხვევით არ არის იმიტომ რომ მეგამახსოვნა გაზეთში ბეჭდავდი თქვენს პირველ წერილებს თქვენს გახსოვთ კი მე შენახული მაქვს ყველა ის გაზეთები მე გავიხსენე მე ვხარ ეს შემთხვევით არ არის ჟურნალისტიკაში იმიტომ რომ მას ხომ დაინიცი და სხვათა შორის კარგი ჟურნალისტიკა მე აბილაში ვიყავი მაშინ სკოლას ვამთავრებდი და მაშინ ასეთი სტატია იყო მინდა ჟურნალისტი გავხდე მაშინ ქალბატონი ნოვორჯეძემ გააკეთა ეს სტატია, ინტერვიუ იყო, პირველი ინტერვიუ ჩემთან. და მართლაც ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა. იურისტობა ძალიან მინდოდა, ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა. კლასში როცა ეს განაწილებული მქონდა ფუნქციები, ჩვენ ვიცოდით, ვინ ვიყავით. აი კეთნანი კიტინი მაგათაც ყოველთვის ექიმი იყო და მართლა ექიმი გამოვიდა, ხო? მე ყოველთვის მოსამართლე ვიყავი, ხო, მართალია მოსამართლე არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იურისტი ვარ. მე მგონი ჟურნალისტიკა და იურისპრუდენცია ძალიან ახლოს განან ერთმანეთთან, ორივე სიმართლეს უნდა ემსახუროს და ორივეს კი. აი იმ გაზეთში ხლა სადაც მივხვდი მუშაობა ეს სულად არასაერთო და ეს იურისპრუდენცია განსაკუთრებით საჭირო. კი ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. მე ვფიქრობ რომ მომავალში მეც გავხდე იურისტი, რაც პრობლემ შევავსე. შეიძლება აი ქორწინება და რიტუალი, ხო, თქვენთან მარტო არის პირობები, მაგის რომ რიტუალი შეგიძლიათ. საზეიმოთარებაში ჩვენ ასე წარმოგვიდგენია რომ ესე იგი აი საერთოდ დაუვიწყარი ის წუთები წვენისათვის რომელიც ახალ ოჯახში ხმის. ამ რიტუალში ხომ არ შედის ხოლმე დაუშვათ ცეკვა, მუსიკა, მუსიკა აუცილებლია. ჩვენთან რიტუალი ასე იწყება. მრავალჟამიერი უკრავს, წვინები შემოდიან. მე ხდება რეგისტრაცია მათი ქორწინების, ხელისმომკიდრეები ადასტურებენ. შემდეგ მისალოცი სიტყვა, რომელიც ყველა მეკორწინებისთვის სხვადასხვა, ნამდვილად ტრაფარეტული სიტყვები არ არის და შემდეგ მათ შეუძლიათ იქვე ჭიქა შამპანიურით მიგოცენ ერთმანეთს ოჯახის შექმნა. მართლაც დაუვიწყარი რიტუალი. ვინც მოაწერა ჩვენთან ხელ და ვინც რეგისტრაციაში გატარდნენ, შეგიძლიათ მათ კითხოთ. მართლაც დაუვიწყარი და ლამაზი დღესასწაულია ძალიან. მაინც ეხლა ხომ არ ეტყოდით იმ სიტყვებს, აი რასაც ეუბნებით ხოლმე ახლა დაქორწინებულებს თქვენ. აი ეხლა დაახლოებით მაინც ხომ არ დაულოცავდით გზას. ის ვინც აპირებს თქვენთან მოსვლას ეხლა და ახლა იმ სიტყვების თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ახლა ვინც მოდიან ჩვენთან ხელის მოსაწერად, თითქმის ყველას ვიცნობ. და აი მათი ხასიათიდან გამომდინარე, რა, ეს სულ სხვადასხვა სიტყვებს ვეუბნებით ყველას, მაგრამ მათ ვინც აპირებს ჩვენთან ხელის მოწერას, მოგბრძანდით. ქორწინება უდიდესი დღესასწაულია. დღესასწაული მართლაც და ნამდვილად დანაშაულია, რომ ეს სასწაულებრივი დღე თქვენ არ დაგჭერთ მეხსიერებაში, როგორც დაუვიწყარი, როგორც რა ვიცი, ერთადერთი და განუმეორებელი. მით უმეტეს, რომ აი ეს მეხსიერებაში დარჩენა მარტო ზეპირად არ რჩება. ჩვენ ვიდეო მომსახურებაც გვაქვს იქ და შეგიძლიათ თქვენ ვიდეოფირზე აღბეჭდოთ თქვენი ქორწინება, იდღე გრძელეთ, იმზე გრძელეთ, მრავალჟამიერ, მრავალგაზაფხულს დაესწარეთ და რა ვიცი, იმრავლეთ. მე მათი სახელით უბრალოდ მამაკაცების სახელითაც ვისაც ოჯახები აქვს, ვინც აპირებს შვილის დაცვის შემდეგ ოჯახების შექმნას, მინდა მადლობას უნდა. ერთად მინდა მაინც კითხოთ. აი დღევანდელ დღეს რა საჩუქარს ინატრებით მე თქვენ. ან რასაც საჩუქარი გაგახარებდა და ვისგან მოდამდი საჩუქარი. საჩუქრები ძალიან მიყვარდა რომ გითხრათ. ხო. ყველაზე ძალიან ალბათ ჩემი შვილებისგან გამეხარდებოდა, იმიტომ რომ ისინი ჩემი იმედი და ჩემი მომავლები არიან. რა ვიცი მე თუ რამეს ვაკეთებ ცხოვრებაში, თუ რამეს წარმოვადგენ ცხოვრებაში და თუ რამე შემიძლია რომ მქონდეს და მინდა რომ მქონდეს ყველაფერი ჩემი შვილებისთვის მინდა. ალბათ მათგან შემოგთავაზებს რომელიმე თქვენი შვილი, ან თქვათ გიორგი. ან გიორგი. მიართ მოდი საჩუქრს დედიკოს. აბა მაშინ შედგეს ეს ცერემონიალი რიტუალი. გადაეცი ახლა დედიკოს და მიულოცე ასე გადაწყო. ას. გიორგი მიულოცე ეს თანატოლებსაც, ქალებსაც ეკრანზე უხარ გილოცავ თქო. აბა. ხო, ოდაა, გილოცავ. მე ყველა ქალს და დედას ულოცავ დედის დღეს და 8 მარტის დღესასწაულს და უძღვნი ლექს. აბა, გაუმარჯოს ჩვენ სიმღერას და რადგან ბედავს უთხრას ელიდ რაც ვერ ითქმის დედას
თანამგზავრო მეგობარო ჩვენთა ტკბილთა დღეთა დიდხანს იდღე გრძელე დედა გულისევდით მეკუმშება თუ წარშეკრუს ხედავ მიყვარს როცა იღიმები დედა ფუტკარივით თავს ევლები სამშობლოს და შვილებს კოცნი დედის ხელით დაკერებულ ღილებს თანამგზავრო მეგობარო ჩვენთა ტკბილთა დღეთა დიდხანს იდღე გრძელე დედა